დღემშვიდობისა მოგესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა დღე პირველ არხზე კეთი კეკელიასთან და დავით დარჩიასთან ერთად კალენდარზე 18 ივნისია და ვიცი რომ ეს ციფრი დათოს განსაკუთრებულად უყვარს და მიზეზიც არსებობს ამის. 18 მოგესალმებით. კეთი მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს 18 მიყვარს იმიტომ რომ 18 ნოემბერი არ დამავიწყდება ეს ჩვენი პირველი დღე ეთერში გასვლის და აი ეს ადგილი საიდანაც ჩამოვდიოდი ესე შეშინებული აღელვებული რომ როგორი იქნებოდა მაგრამ ნუ 7 თვე გავიდა და მე მგონი ყველაფერი კარგად და მშვიდობიანად მიდის. კი ბატონო და ჩვენც ეთერში ვართ. დათო ზაფხულის ციებ-ცხელება როგორ ფიქრობ ყველაზე მეტად შენი მოგონებებიდან რასთან არის დაკავშირებული? ზაფხული ნუ ივნისი აგვისტო უფრო რა თქმა უნდა ნუ ჯერ რაც მახსენდება ეს არის დასვენება სანამ მისვენება და დასვენება მქონდა და მე რა თქმა უნდა უნიშნულოვანესი გამოცდები როდესაც აბიტურიენტი იყავი ხო? ვიყავი ეს არის ნუ უნიშნულოვანესი მე მთელი ცხოვრების გასაგრძელება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაბიჯი რომელსაც ადამიანები დგავთ ცხოვრებაში. ხო და სწორედ ეს პერიოდი იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები ის 2 ივლისს იწყება და გრძელდება 29 ივლისამდე. რეგისტრაცია სულ 83,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა და აქედან აბიტურიენტი არის 53,000-ზე მეტი. სწორედ ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს ჩვენი გადაცემის სტუმარია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამარ მემანიშვილი. დღემშვიდობისა ქალბატონო თამარ. დღემშვიდობისა ქალბატონო. და მადლობა სტუდიაში მოგტანებისთვის. თემა უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცი რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, მათ შორის მშობლები, ბავშვები და მათ ძალიან ბევრი კითხვები აქვს და ვფიქრობთ რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდებით მე და დათო ჩვენთან ერთად რომ ყველა კითხვას პასუხი გავცეთ. კარგი დავიწყოთ მაშინ და ნუ სულ რამოდენიმე დღე რჩება ხო გამოცდების დაწყებამდე და რა ეტაპზე ამჟამად სამზადისი როგორია საგამოცდო? გამოცდები როგორც იცით და უკვე ყველა აბიტურიენტმა იცის რომ 2 ივლისს იწყება. 2 ივლისს ვიწყებთ ჩვენ რა თქმა უნდა ერთიანი ეროვნული გამოცდებით და ვიწყებთ რა თქმა უნდა ქართული ენით და ლიტერატურით გამომდინარე იქედან რომ ვიცით რომ ქართული ენა და ლიტერატურა არის ის საგანი უცხო ენასთან ერთად რაც ყველა აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს. შესაბამისად აბსოლუტურად ყველა აბიტურიენტი 2 ივლისს იწყებს გამოცდებს ქართული ენით და ლიტერატურით შემდგომ მოყვება უკვე უცხო ენა და ამ შემთხვევაში ინგლისური, იმიტომ რომ დაახლოებით 96% აბიტურიენტებისა უცხო ენად ინგლისურს ირჩევს. შემდგომ მოყვება კალენდრით გათვალისწინებული სხვა საგნები და აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაასრულებენ 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით. თუმცა ამავე პერიოდში ივლისის პერიოდში ჩვენ გვყავს ასევე მაგისტრანტობის მსურველი კანდიდატები, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ, ეს არის 23-24 ივლისის პერიოდი. გვყავს მოქმედი სტუდენტები, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდას იმისათვის, რომ გრანტი გაიმუჯობესოს, სახელმწიფოს მიერ მოპოვებული გრანტი. გრანტის გაუმჯობესების გამოცდას ჩაბარების შესაძლებლობა მათ ექნება 17 ივლისს. და ასევე გვყავს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი კანდიდატები, რომელთათვისაც გამოცდები დაიწყება ისევ ივლისის თვეში 5 ივლისს და დასრულდება 29 ივლისს. 2 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ეს არის მთელი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის საგამოცდო პერიოდი, ასე ვთქვათ. ჩვენ აღვნიშნეთ რომ რეგისტრაცია 83,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. აი რას ნიშნავს თქვენთვის ეს ციფრები? წელს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი არის გამომდინარე იქედან რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა სტუდენტებისთვის უფასო გახდა და აქედან გამომდინარე რეგისტრირებულ პირთა მაჩვენებელი მრავალრიცხოვანია ჩვენთვის შეიძლება ასე ითქვას. ასევე გაიზარდა მასწავლებლების შემთხვევაში გამომდინარე იქედან რომ წელს ცვლილება შევიდა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში და თუ კი მასწავლებელს წინა წელს შეეძლო ერთი საგნის გამოცდის ჩაბარება, ეხლა უკვე 3 საგანს აბარებს. შესაბამისად გამოცდების ჩაბარების მსურველთა რიცხვმა მოიმატა. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, იმიტომ რომ მთელი ივლისის პერიოდი ყოველ დღე აბსოლუტურად, 2 დღეებშიც კი გამოცდები არის ჩანიშნული.
ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ პროცესს და როგორც დასაწყისში მკითხეთ, ეს პერიოდი არის ჩვენთვის მოსამზადებელი პერიოდი. აქვე შეგეკითხებით, აი რა საგნებს აბარებენ პედაგოგები, ხო, ერთის მასწავლებლები აბარებენ საკმაოდ ბევრ საგანს, მინისტრის აქტით არის განსაზღვრული ყველა იმ საგანს, რასაც მასწავლებელი სკოლაში ასწავლის მოსწავლეს. ყველა საგანში შეუძლიათ მათ ჩააბარონ გამოცდა, რა თქმა უნდა. სისტემა როგორ არის მზად არის ამ ყველა პროცესისთვის? დიახ, სისტემა რომ წარმოვიდგინოთ, ანუ ყოველთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდება და ცენტრი დასრულების შემდეგ იწყებს მზადებას, ანუ მოსამზადებელი პერიოდი რომ წარმოვიდგინოთ, არის ერთწლიანი ციკლი გამოცდიდან გამოცდებამდე. თუმცა როგორც რაც უფრო ვუახლოვდებით გამოცდების თარიღს, რა თქმა უნდა, აქტივობები ჩვენთვის განსხვავებული არის. ჩვენ გვაქვს შექმნილი ასე იყო ყოველთვის წლების მანძილზე და ესე არის წელსაც საორგანიზაციო ჯგუფი, სადაც შედის 15 უწყება სახელმწიფო სექტორში შემავალი მნიშვნელოვანი უწყებები, რომლებიც ჩვენ გამოცდების ორგანიზების პროცესში გვეხმარებიან და ასევე კერძო კომპანიები, ეს ინტერნეტით უზრუნველყოფა, წყალი და ასე შემდეგ. საორგანიზაციო ჯგუფი შექმნილი არის, ჩვენ შეხვედრებს მართავთ, კომუნიკაცია გვაქვს მათთან, იმიტომ რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რა თქმა უნდა, გამოცდების პროცესს ადმინისტრირებას უწევს საგამოცდო ცენტრებში, თუმცა გარკვეული უწყებების დახმარების გარეშე და დროული დახმარების აღმოჩენის გარეშე ჩვენ მარტო, რა თქმა უნდა, ამ პროცესს სრულყოფილად ვერ წარმართავთ. თუმცა ცენტრის ნაწილში, რაც არის ორგანიზების კუთხით, არის ის, რომ ჩვენ იცით, რომ 24 საგამოცდო ცენტრი გვაქვს საქართველოს მასშტაბით. ხო, ეს მინდოდა მეკითხა უფრო დეტალურად. რამდენი საგამოცდო ცენტრი და რამდენი ქალაქი არის ჩართული? 24 საგამოცდო ცენტრი გვაქვს საქართველოს მასშტაბით. 12 ქალაქში არის საგამოცდო ცენტრები განთავსებული და საგამოცდო ცენტრების რაოდენობა ქალაქებში, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი აბიტურიენტი წლების მანძილზე რეგისტრირდება შესაბამის ქალაქში. თბილისში გვაქვს ყველაზე მეტი საგამოცდო ცენტრი, 9 საგამოცდო ცენტრია და აბიტურიენტების ნახევარი დაახლოებით ყოველთვის თბილისში რეგისტრირდება ხოლმე. ბათუმში გვაქვს 3 საგამოცდო ცენტრი და პლუს ხულო, ანუ აჭარის რეგიონში 4 საგამოცდო ცენტრი გამოდის, ქუთაისში გვაქვს 3 და შემდგომ თითო ცენტრები უკვე დანარჩენ ქალაქებში. ეს არის ის ძირითადი შენობები, ასე ვთქვათ, სადაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს და ეს არის საჯარო სკოლების შენობები წელს. და როდის შეძლებენ გამოცდილებები აი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას და რა დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღებას? საგამოცდო ბარათი არის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც აუცილებლად ჭირდება აბიტურიენტს ამობეჭდილი სახით, რომ წარმოადგინოს გამოცდაზე. ინფორმაცია, რაც არის საგამოცდო ცენტრში განთავსებული და რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ხოლმე აბიტურიენტებს, აბიტურიენტი რეგისტრაციის პროცესში, რა თქმა უნდა, ირჩევს მისთვის სასურველ ქალაქს, რომელ ქალაქში სურს გამოცდის ჩაბარება, თუმცა საგამოცდო ცენტრი, საგამოცდო ცენტრში მოუწევს მას გამოცდის ჩაბარება, ამას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროგრამულად ახდენს გადანაწილებას. ამიტომ ორშაბათიდან საგამოცდო ბარათების ნახვა და ამ ინფორმაციის ნახვა მათ შეუძლიათ თავიანთ გვერდზე, ონლაინ ნაეკჯ-ზე, სადაც დარეგისტრირდნენ, შევლენ იქ თავიანთ პაროლით და მომხმარებლის სახელით და იმ ინფორმაციას თუ რომელ საგამოცდო ცენტრში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება, კონკრეტული საგანი რა რიცხვში და რომელ საათზე მოუწევთ, რომ ჩააბაროთ, სრული ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებით მათ უკვე მომდევნო კვირაში დახვდებათ. შესაბამისად, ცნობილი გახდება მათთვის გამოცდების კალენდარი, საგამოცდო ცენტრი, იციან, რომ აუცილებლად საგამოცდო ბარათი უნდა ამობეჭდონ იმისათვის, რომ საგამოცდო ცენტრში მოვიდნენ და გამოცდის ჩაბარება შეძლონ და იციან ისიც, რომ საგამოცდო ბარათთან ერთად აუცილებლად უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასე რომ დაავიწყოთ თავარია. წელს რამდენიმე საგამოცდო ცენტრი შეიცვალა, როგორც ვიცი და რა არის ამის მიზეზი? დიახ, წელს რაოდენობა არ შეცვლილა, ისე 24 საგამოცდო ცენტრი არის, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ გამოსაცდელ პირთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა, ამიტომ ის სკოლები, 4 სკოლა ჩანაცვლდა
წელს 2 საგამოცდო ცენტრი ჩავანაცვლეთ თბილისში, 1 ცენტრი ჩავანაცვლეთ ბათუმში და 1 ოზურგეთში. გამომდინარე იქედან, რომ ის სკოლები, რაც ჩვენ საგამოცდო ცენტრებად წინა წლებში შერჩეული ჰქონდა, გამოსაცდელ პირთა ამ რაოდენობას ფიზიკურად ვერ მოემსახურებოდა, ამიტომ ცოტა უფრო დიდი სკოლებით ჩავანაცვლეთ წინა საგამოცდო ცენტრი. რომელი საგდებია უფრო მოთხოვნადი აბიტურიენტებს შორის? და წლებთან ერთად როგორ იცვლება ეს? მოთხოვნადს ვერ დავარქმევთ ქართულ ენას და ლიტერატურას გამომდინარე იქედან, რომ სავალდებულო არის, დიახ, სავალდებულო არის. სავალდებულო არის ასევე უცხოური ენა და ამ შემთხვევაში ყოველთვის ლიდერობს ინგლისური ენა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ თავს ინგლისურს რომელი ენა მოყვება? მეორე ადგილზე რომელია? ესე გამიჭირდება ჩამონათვალის გაკეთება სტატისტიკურად, იმიტომ რომ ბევრი ენა ბარდება. ხო, გამიჭირდება ეხლა ის თქვა, მაგრამ ინგლისური არის 96% ინგლისურ ენას აბარებს. პრიორიტეტული გახდა ასევე მათემატიკა. და ყველაზე ნაკლები მსურველი ყავს ხოლმე ფიზიკაში. რაც ჩვენთვის ძალიან ისეთი არის გულისტკივილი და განსაკუთრებით გულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, ვინც ფიზიკას ირჩევს. ალბათ ურთულდებათ ეს ფიზიკა, ქიმიას ვინც ირჩევს, განსაკუთრებით გულშემატკივრობთ ხოლმე. ყველას გულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტმა აბიტურიენტმა ისეთი საგნები რაც არ არის ტექნიკური საგნები აირჩიოს, დაუშვათ ჰუმანიტარული ისტორიას ბევრი ირჩევს, სამოქალაქო განათლებას ბევრი ირჩევს. ისტორიას უფრო მეტი ირჩევს თუ მათემატიკას? იცით როგორ არის? მათ შეუძლიათ, ანუ გვაქვს ჩვენ 2 სავალდებულო საგანი, როგორც აღვნიშნე, ქართული ენა, ლიტერატურა და დამატებით 1 საგანი. უმეტეს პროგრამაზე საკმარისი არის, რომ 3 საგნით მოხდეს, მაგრამ თუ მაგალითად ირჩევს მათემატიკას, დაზღვევის მიზნით ირჩევენ ხოლმე ისტორიასაც და სამოქალაქო განათლებას. კი, ესეც შეუძლია. კი, ყავს ჩვენ აბიტურიენტები, რომლებიც დაუშვათ 3 კი არა 4-5 საგანიც აქვს არჩეული და შეუძლია რომ გავიდეს, რომ თითქოს გადაზღვევის მექანიზმი არის მათთვის, რომ თუ ერთ საგანში ვერ დააკმაყოფილებს, ვერ მოიპოვებს იმ ქულას, რაც ის უკვე მეორე საგანთან. ბატონ თამა, რეგისტრაცია დასრულდა, თუმცა პროგრამის არჩევის უფლება აქვთ აბიტურიენტებს, ხო? აი ამ უფლებით რამდენად ხშირად სარგებლობენ აბიტურიენტები? რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტს საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე შეუძლია რომ თავის არჩევანს ასე ვთქვათ გადახედოს და ის პროგრამები, რაც მას ჰქონდა არჩეული, როგორც საბაკალავრო პროგრამები, ასევე პროფესიული პროგრამები, ჰქონდა დალაგებული პრიორიტეტების მიხედვით, შეუძლია ეს ეხლაც ყოველ წამს შეიძლება ეს მონაცემი ჩვენთვის შეიცვალოს, იმიტომ რომ აბიტურიენტები შედიან, ანაცვლებენ პროგრამას და ამის ცვლილება შეუძლიათ მას შემდეგაც კი, როდესაც გამოცდები დასრულდება, აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 6 საათამდე შეუძლიათ კიდევ პროგრამები შეცვალონ. და ამას რატომ აკეთებენ? აბიტურიენტი თავის ვებგვერდზე, როდესაც შედის და ნახულობს დაუშვათ მის არჩეულ პროგრამებს და ასე შემდეგ, იქ შეუძლია თვალყური ადევნოს თითოეულ პროგრამაზე, რაც მას არჩეული აქვს კონკურსს. თუ ნახავს დაუშვათ, რომ პირობითად პროგრამა, რომელიც მან მონიშნა პირველ პრიორიტეტად, იქ საკმაოდ მაღალი კონკურსი არის, მას თუ სურვილი ექნება და დაუშვათ დააფრთხობს ეს კონკურსი, შეუძლია რომ მომდევნო პროგრამა ან სრულიად ახალი პროგრამა დაამატოს. ან თუ აქვს მაგალითად პირველ პრიორიტეტად საბაკალავრო პროგრამა არჩეული, შეუძლია რომ შეარჩიოს და დააპრიორიტეტოს, ასე ვთქვათ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ეს პერიოდი დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდება, ანუ მანამდე შეუძლიათ რომ ამაზე არ ინერვიულონ, ამას ეხლა დაუშვათ ნაკლები ყურადღება მიაქციონ და მობილიზება უფრო საგამოცდო საგნებისკენ მიმართონ, იმიტომ რომ ამის ცვლილება, როგორც აღვნიშნე, მთელი ივლისის პერიოდი და დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებამდე აქვს შესაძლებლობა. აი საინფორმაციო კომპანიის ფარგლებში შეხვედრები რეგიონებში იყო, ხო? და ონლაინ რეჟიმშიც. რამდენად მნიშვნელოვანია ეს? არის დიახ. ეს კომუნიკაცია. რეგიონების ფარგლებში ჩვენ 9 ქალაქი მოვიარეთ, შევხვდით აბსოლუტურად
ყველა აბიტურიენტს, ვისაც ჩვენთან შეხვედრის სურვილი და ამ საკითხების გავლის სურვილი ჰქონდა და ძირითადად ღია კარის დღეების ფარგლებში ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ რეგისტრაციის პროცედურებთან და უფრო ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, აბიტურიენტებს ყველაზე რეგისტრაციის პროცესი რომ ჩაივლის, შემდგომ უკვე საგამოცდო პროცესი აინტერესებთ და აინტერესებთ მაგალითად როგორი ტესტი ან ტესტური დავალების შესრულების დროს რას უნდა მიაქციონ ყურადღება. ამიტომ თითოეული საგანი, რაშიც გამოცდას აბარებს აბიტურიენტი, რა თქმა უნდა, ამ თითოეული საგნის ტესტზე შესაბამისი საგნობრივი ჯგუფი მუშაობს, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ დავგეგმეთ კამპანია ასევე თვითონ იმ ადამიანებთან, ვინც თითოეულ საგანში აი ამ დავალებებზე მუშაობს. ეგრეთ წოდებულ საგნობრივ ჯგუფებს ვეძახით ჩვენ, მაგალითად ქართული ენის და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა, როდესაც აბიტურიენტს შეუძლია დაუსვას კითხვები კონკრეტულ მაგალითად ღია დავალებასთან, ესესთან დაკავშირებით, მათემატიკის ნაწილში ამოცანასთან დაკავშირებით, შეფასების სქემა როგორი იქნება თუ დავალებას ბოლომდე არ მიიყვანს და ეს საკითხები მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ ხოლმე. მიმდინარე არის ეს შეხვედრები და დასრულდება გამოცდებამდე. მსგავსი შეხვედრები დაორგანიზდა არა მარტო აბიტურიენტებისთვის, მსგავსი საკითხები ასევე აინტერესებთ, რა თქმა უნდა, პედაგოგებს და პედაგოგების მსურველებს და მაგისტრანტებს. შესაბამისად, კალენდარი გვაქვს ჩვენ გაკეთებული, ყველა მსურველს ვაქვეყნებთ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩვენს Facebook გვერდზე და ყველა მსურველს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთვება, დასვავს მისთვის საინტერესო კითხვებს და იმ კომპეტენციის ფარგლებში და იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შესაძლებელია რომ გასაჯაროდეს და ითქვას, რა თქმა უნდა, ახლა კონკრეტულად დავალებებთან დაკავშირებულ კითხვებს ჩვენი წარმომადგენლები ვერ უპასუხებენ, მაგრამ რაც შეგვიძლია სტრუქტურასთან დაკავშირებით, ტესტთან, შეფასების სქემასთან დაკავშირებით, ამ კითხვებზე სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტები და ყველა გამოსაცდელი პირი პასუხს მიიღებს. ალბათ არა მხოლოდ აბიტურიენტები, არამედ მათი მშობლები, ოჯახის წევრებიც, რომლებიც გულშემატკივრობენ და ასე აქტიურობენ ალბათ. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა მაინც რომელია მათი მხრიდან? საგამოცდო პროცესში ყველაზე ხშირად აინტერესებთ ხოლმე აი მათემატიკის ნაწილში აინტერესებთ ხოლმე, იმიტომ რომ იცით ალბათ რომ მათემატიკის ნაწილი ამოცანებსაც მოიცავს. და იქაც თავისი შეფასების სქემა. თუ კი ამოცანა არ მიიყვანე ბოლომდე და არ გახვედი დაუშვათ სწორ პასუხამდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი დავალება რაღაც ქულით არ შეფასდება. ამიტომ ყოველთვის ურჩევთ ხოლმე, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და უშუალოდ იმ ადამიანებს დაუსვან კითხვები, ვინც ყველაზე უფრო კომპეტენტური არის დავალებების შექმნის ნაწილში და ასევე ყოველთვის თხოვთ ხოლმე აბიტურიენტებს, რომ ის დავალებები, რაც ტესტებში მოცემული არის, ღია არ დატოვონ, აკეთონ ყველა დავალება, თუნდაც აი ეს მათემატიკის მაგალითი, რაც თქვი, იმიტომ რომ იქ შესაძლებელია ერთი ქულა ან ორი ქულა ან რაღაც ქულა მაინც მიიღოს და არც ერთი ქულა აბიტურიენტმა არ უნდა დაკარგოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის ერთობლიობა ქმნის იმ შედეგს, რასაც აბიტურიენტი თითოეულ საგანში იღებს. მექანიზმი აი იმისთვის რომ გამოცდები გამჭირვალე და სამართლიანი იყოს. ამისთვის რა მექანიზმები გაქვთ თქვენ? მექანიზმები, ანუ ტესტების პროცესი არის ძალიან ხშირად უბრალოდ აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელშიც, აი ამ ტესტების ნაწილთან დაკავშირებით. უბრალოდ იმდენად კონფიდენციალური არის თვითონ ეს პროცესი და იმდენად დაცულია, რომ კონკრეტულად ის ადამიანები მუშაობენ იმ ტესტებზე მხოლოდ, ვინც არის პასუხისმგებელი ტესტის შექმნაზე. მაქსიმალურად ყველა დეტალს ვერ მოვყვები ახლა მე თქვენი ეთერის მეშვეობით, მაგრამ იმისათვის, რომ პროცესი ძალიან გამჭირვალე, ძალიან სამართლიანი იყოს, ყველა აბიტურიენტი აბსოლუტურად თანაბარ პირობაში ჩავაყენოთ, ვინმეს უპირატესობა არ მიენიჭოს და ასე შემდეგ, ეს არის ის საკითხები, რასაც ცენტრი გამოცდიდან გამოცდამდე ამუშავებს და ამაზე ვმუშაობთ. ამიტომ ძალიან რაც ახლოვდება გამოცდების პერიოდი, ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე, რასაც მეც ვკითხულობ თვითონ. ამიტომ ტესტების უსაფრთხოება, დავალებებზე მუშაობის პროცესი, აი ძალიან კონფიდენციალურია, ძალიან კარგი სტანდარტების დაცვით ხდება ამ სამუშაოების ჩატარება და ამიტომ ვურჩევდი და ვთხოვდი აბიტურიენტებს, მესმის რომ ძალიან
ნერვიულობენ, ელოდებიან, ეს პროცესი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა კიდევ თქვენი ეთერი გამოვიყენო და ვთხოვო, რომ ის ინფორმაციები, რასაც ჩვენ ვეცნობით Facebook-ში, ძალიან ხშირ 99% არასწორი ინფორმაცია არის, რაც დამატებით აი ამ სტრესულ გარემოს აბიტურიენტებისთვის კიდევ უფრო ამძიმებს და ამატებს. ამიტომ თხოვნა მექნება, რომ საგამოცდო განრიგი იქნება და უშუალოდ საგამოცდო ბარათი თუ აი თუნდაც ტესტურ დავალებებთან დაკავშირებული კითხვები უმჯობესი არის ის ინფორმაცია აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წყაროების მეშვეობით მიიღონ და მხოლოდ მათ დაეყრდნონ, რომ აი ეს დამატებითი სანერვიულო და დამატებით არასწორი ინფორმაციით ისედაც მათთვის ესეთ პერიოდში კიდევ არ გადაიტვირთონ. წლევანდელი საგამოცდო პროცესის მთავარი სიახლე მაინც რა არის? რა შეცვლის ის აბიტურიენტებს? წლევანდელი საგამოცდო პროცესის მთავარი სიახლე აბიტურიენტებისთვის ალბათ მაინც არის ის, რომ წელს მათ განსხვავებული შესაძლებლობა მიეცათ პროფესიული პროგრამების არჩევის თვალსაზრისით, რაც მანამდე არ ქონდათ და სიახლე არის. ამიტომ ამასაც ვითხოვთ ხოლმე და შეხვედრებზეც ყოველთვის ვთხოვთ აბიტურიენტებს, როდესაც არის შესაძლებლობა იმის, რომ საბაკალავრო პროგრამებთან ერთად შეარჩიონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც, ეს შესაძლებლობა რომ მაქსიმალურად გამოიყენონ, იმიტომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში განსაკუთრებით ყოველთვის ასე იყო წინა წლებშიც და კონკურსი მაღალია, შესაძლებელი არის რომ აბიტურიენტს კონკრეტულად ერთი პროგრამა უნდოდეს, გადაწყვეტილი კონდეს და არ შეარჩიოს განზრახ სხვა პროგრამები. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ურჩევთ, რომ რადგან წელს გვაქვს ჩვენ ეს სიახლე, გამოიყენონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანის გაკეთების შემთხვევაში თავი დაისხვიონ. და სწავლა ორივეგან სწავლას ვერ შეძლებენ, უბრალოდ თუ პირველ პრიორიტეტად გააკეთებს და შეარჩევს საბაკალავრო პროგრამას და ჩაირიცხება, პრობლემა არ არის, მაგრამ თუ დაუშვათ არ ეყოფა ქულათა საკმარისი რაოდენობა, პროფესიული პროგრამების შემთხვევაში კომპეტენციის ზღვარი დაბალია, უფრო ნაკლები არის, ნახევარი არის, რაც ეროვნული გამოცდების შემთხვევაში. ამიტომ თუ ექნებათ, რა თქმა უნდა, სურვილი, ეს კარგი სიახლე არის მათთვის და კარგი შემოთავაზება და ჯერ კიდევ არ არის გვიანი და შეუძლიათ, როგორც აღვნიშნე, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღესაც კი ეს პროგრამები დაიმატონ, რომ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ გადაისხვიონ თავი. თქვენი რჩევა რა იქნება მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ალბათ რომლებიც არანაკლებ ღელავენ, გალბატონო თამარ. რას ურჩევდით? ხო, რას რჩევა? გადავიდეთ მასწავლებლებს. კიდევ გამეორდები და კიდევ ვურჩევდი იმას, რომ ინფორმაცია აუცილებლად ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ. თუ კითხვები ექნებათ, შეუძლიათ ჩვენთან ცხელი ხაზი ძალიან კარგად მუშაობს, Facebook გვერდი კარგად მუშაობს, თუ კითხვა გაუჩნდებათ, უმჯობესია რომ პასუხი ჩვენგან მიიღონ, ვიდრე სხვადასხვა წყაროებით. ეს ერთი რასაც ვურჩევდი, მეორე ვურჩევდი იმას, რომ როდესაც ხელმისაწვდომი იქნება უკვე საგამოცდო ბარათები, ყურადღება მიაქციონ აუცილებლად საგამოცდო დროს. რა რიცხვში, რა დღეს, რომელ საათზე აქვთ მათ გამოცდა და რომელ საგამოცდო ცენტრში, იმიტომ რომ არის ესეთი შემთხვევებიც, რომ მაგალითად გამოცდის დღე კი ახსოვს, მაგრამ გამოცდები ორ სესიად ტარდება, დილას და შუადღეს და შესაძლებელია ან დილით მივიდეს შუადღის ნაცვლად, ან პირიქით. ამიტომ ამას აუცილებლად ყურადღება მიაქციონ და გაითვალისწინონ ისიც, რომ აუცილებლად თან იქონიონ საგამოცდო ბარათთან ერთად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გასაგებია. მასწავლებლებსაც გადავიდეთ. აბიტურიენტები მე მგონი ბავშვებზე ასე თუ ისე მოუჩნდა და გაიგებდნენ ამ ინფორმაციას და მიიღებდნენ და სწორად მოიქცევიან და რამდენი პედაგოგი არის და მასწავლებლები დარეგისტრირებული დიახ გამოცდებზე. 29,000-ზე მეტი პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი არის საერთო ჯამში ერთობლივად დარეგისტრირებული და წელსაც, როგორც თქვი, სიახლე არის მათთვის ის, რომ მათ ერთი საგნის გარდა შეუძლიათ აირჩიონ საერთო ჯამში 3 საგანი და 3 საგანში შეძლონ კომპეტენციის დადასტურება. და შემდეგ შეუძლიათ ასწავლონ ეს სხვადასხვა საგანი. შემდგომ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ასწავლონ.
პროცედურების ნაწილს რაც შეეხება მასწავლებლების შემთხვევაშიც, ანუ საგამოცდო პროცედურა ყველა შემთხვევაში ერთია. იქნება ეს აბიტურიენტი, იქნება ეს პედაგოგი თუ იქნება ეს მაგისტრანტობის მსურველი. მასწავლებლების გამოცდები 5 ივლისს იწყება აბიტურიენტებთან ერთად, ოღონდ ცოტათი რამდენიმე დღის შემდეგ და სრულდება 29 ივლისს, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნეთ, შეუძლიათ 3 საგნის ჩაბარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხრილის აწყობა მოგვიწია წელს განსხვავებულად, იმიტომ რომ პედაგოგს, რომელიც მაგალითად 3 საგანს აბარებს, ეს რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე დროს გამოცდას ვერ ჩავუნიშნავთ, ბუნებრივია. ამიტომ გამოიწვია ხანგრძლივობა აბიტურიენტებისგან განსხვავებით ის, რომ საკმაოდ ბევრი პედაგოგიას ერთი და იგივე ადამიანი ბევრ საგანს აბარებს და ამიტომ ძირითადად უფრო რომ დავიწყებთ, დაასრულებენ დაუშვათ 29 ივლისის ჩათვლით. მაღალი ინტერესი ძირითადად გარეთ მასწავლებლობის მსურველებსაც პრიორიტეტული არის უფრო დაწყებითი კლასების პროგრამა. ნაკლები ინტერესი რომელი თემა იჩენს? ესე გამიჭირდება ესე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საგანს აბარებენ. იქ ცალკე აბარებს მოქმედი პედაგოგი, რომელიც მაგალითად ერთ საგანს ასწავლის, მაგრამ სურვილი აქვს, რომ მეორე საგანზე ჩევიდეს. ამიტომ მოქმედი პედაგოგი, რომელიც ასწავლის ერთ საგანს, მას არ სჭირდება, რა თქმა უნდა, გამოცდის ჩაბარება, მაგრამ თუ მოუნდება სხვა საგნის სწავლებაც, მოუწევს, რომ იმ საგანში მან კომპეტენცია დაადასტუროს. ამიტომ ყველა საგანზე თანაბრად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის საგანი, ვისი ჩაბარების მსურველიც არ ყავს. კი ბატონო, და ერთ კითხვასაც დავსვავ, რაიმე უპირატესობით სარგებლობენ თუ არა ის ბავშვები, ვისაც აქვს სკოლიდან მოპოვებული ოქროს медаლი? არა, გამოცდების პროცესში არა, იმიტომ რომ აი თქვენს კითხვას ვუპასუხებ, მაშინ სამართლიანობასთან და გამჭირვალობასთან დაკავშირებით ერთნაირ პირობაში არის ყველა აბიტურიენტი, მიუხედავად იმისა, ოქროს медаლზე გეზრუნოთ, იმიტომ რომ მეტი სტიმული ექნებათ ალბათ. ძალიან ამოწურავად მივიღეთ. უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და რა თქმა უნდა წარმატებები აბიტურიენტებს. ჩვენი გადაცემა გრძელდება. სარეკლამო ჭრა და ჩვენ სულ მალე დაგიბრუნებთ.